ინფრასტრუქტურული სამუშაოები თელავში, მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა საუბნო გზები კეთდება. რამდენიმე ლოკაციაზე იგება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები და სხვა დამხმარე ნაგებობები. მერის ლევან ანდრიაშვილის განმარტებით გზების კეთილმოწყობა ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი და მილიონობით ლარი იხარჯება. ეს ვიმყოფებით სოფელ კურდღელაურში, სადაც მიმდინარეობს მე-14 ქუჩის მოასფალტების სამუშაოები. ქუჩა წარმოადგენს შიდა საუბნო გზას დაახლოებით 900 მეტრის მონაკვეთს. ასფალტის დაგებამდე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია და ამ წუთას მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგების პროცესი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სოფელში კიდევ დაგეგმილი არის ორი სხვა ქუჩის რეაბილიტაცია, ეს არის მე-7 და მე-5 ქუჩის სრული რეაბილიტაცია, სრული მოასფალტება. აქვე დავამატებ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ქუჩების, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. თელავში სამუშაოები დაწყებულია მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების ნაწილში, ასევე ბურბუთაშვილის ქუჩაზე, თეთრიანის ქუჩაზე, ნადიკვრის ქუჩაზე, არჩილმეორის ქუჩაზე და კიდევ რამოდენიმე ლოკაციაზე. თუმცა უნდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში. ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ აკურაში, ვანთაში, წინანდალში, კონდოლში და ქვემო ხოდაშენში. უახლოეს დღეებში კი დაიწყება სამუშაოები სოფელ ნაფარეულში და ართანაში, ასევე თეცხლებში. რაც შეეხება დასრულებულ სამუშაოებს, დღეის მდგომარეობით სამუშაოები დასრულდა სოფელ ვარდისუბანში და გულგულაში.